მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვნახავთ რა შეუძლია Cloud Codes Shopify-სთან ერთად. მოკლედ რომ მოყვე, კონკრეტულად რა სიტუაციაში დამჭირდა ეს ყველაფერი, ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად მაქვს software სააგენტო, Tetrobyte და ერთ-ერთი ჩვენი კლიენტისთვის ვქმნით რამოდენიმე websites Shopify-ზე. ერთ-ერთი ვებსაიტისთვის კლიენტმა მომაწოდა პროდუქტების სია, აი ესეთ Google Sheets-ში. აქ არის დაახლოებით 152 პროდუქტია აქ. ყველა პროდუქტს აქვს თავისი ფასი, კოდი, დასახელება აღწერა და ასევე აქვს Google Drive-ის ლინკი და ამ Google Drive-ის ლინკზე არის სურათები. წარმოიდგინეთ, რამხელა დრო და შრომა დაჭირდებოდა 150 პროდუქტისთვის ლინკზე გადასვლას, შემდეგ აქედან სურათების გადმოწყდას და შემდეგ ამ 150 პროდუქტის Shopify-ზე ატვირთვა, ისე რომ თან არ შეგვეშალოს არაფერი, სურათების წყობა იყოს შესაბამისი, როგორც ვებსაიტზე გვჭირდება. ანუ რეალურად რო დავფიქრდით, ძალიან დიდი დრო დაჭირდებოდა ამ ყველაფერს და ამიტომაც გადავწყვიტე ასეთი პრობლემის Cloud-თან ერთად მოგვარების გზა მეპოვა. მივედით იქამდე, რომ Cloud-მა შექმნა ძალიან მარტივი ფუნქციონალი, ასე ვთქვათ. ამ პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა არსებობს, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ავირჩიე ყველაზე მარტივი. რა ხდება აქ? Cloud-მა დაწერა Python-ში, Python-ი ენა საერთოდ არ ვიცი, ანუ არ მქონია იმერი შეხება პროგრამირებისას. დაწერა სკრიპტი, რომელიც პირველ რიგში იწერს სურათებს Google Drive-დან. ძალიან მარტივად რო ავხსნავ, ეს Google Sheet-ი გამოვაექსპორტე CSV ფაილში, აი ეს არის ჩვენი CSV ფაილი. აქ არის სრული ინფორმაცია, პროდუქტის დასახელება, ფასი, ლინკი და Google Drive-ის ლინკი. ხსნის Google Drive-ის ლინკს, იწერს ყველა სურათს და კოდის მიხედვით შესაბამის ფოლდერში აგდებს. აი მაგალითად, ერთ-ერთი პროდუქტი არის ეს. ამის შემდეგ უკავშირდება Shopify-ის MCP-ის საშუალებით. MCP რა არის, ამაზე ცალკე ვიდეო მექნება ჩემ TikTok გვერდზე, ასევე YouTube-ის შორტებშიც იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. უკავშირდება Shopify-ის და ტვირთავს ამ პროდუქტს სურათების სწორი წყობით, რაც ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან საიტზე შემდეგ ამ წყობით უნდა გამოჩნდეს სურათები. ეხლა ერთად ნახოთ, გავიაროთ და ნახოთ, როგორ აკეთებს Shopify ამ ყველაფერს. პირველ რიგში დავსტარტავთ ჩვენს Cloud ტერმინალში. სხვათა შორის გუშინ გამოუშვა Cloud-მა 4.7 ვერსია. კონკრეტულად ამ დავალებისთვის არ გვჭირდება 4.7 არანაირად, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებულია, უბრალოდ საჭიროა, რომ პროცეს Python სკრიპტები გაეშვას და სურათები შემდეგ უკვე ამ სკრიპტების საშუალებით გადმოიწეროს და შემდეგ უკვე Shopify-ზე აიტვირთოს. ამ შემთხვევაში გადავიყვანეთ Cloud Code Plan Mode-ზე, აუხსენი როგორც ვიდეოს ვიღებ და მინდა რომ ერთი კონკრეტული პროდუქტი ავტვირთოთ Shopify-ზე, რომ ნახოთ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. ყველაფერი ხდება API-ის საშუალებით, ასე რომ ბრაუზერის ავტომატიზაციას ვერ გაჩვენებთ, ანუ ვიზუალურად რა ხდება, თუმცა მივყვებით ერთად Cloud-ს და ასევე თვალს ვადევნებთ ჩვენს Shopify-ის მაღაზიას. ამიტომზე 4 პროდუქტი მაქვს ამ მაღაზიაში, 5 პროდუქტი მაქვს ატვირთული ამ მაღაზიაში. ერთი არის უბრალოდ gift card-ი და ვნახოთ როგორ დაემატება მეხუთე. რა თქმა უნდა, Cloud-ს დაგვისურვათ შეკითხვები, რაც აინტერესებს. ეხლა შეადგენს სრულ გეგმას, როგორ ატვირთოს ერთი კონკრეტული პროდუქტი.
და ამის შემდეგ ვნახოთ ვიდეოში გვაქვს ეს გეგმა. დაიწყებს ახლა კლოდი აი ამ სკრიპტების გაშვებას. იდეაში გვაქვს პროდუქტის ატვირთვის სკრიპტი, სურათის ატვირთვის სკრიპტი, სურათის გადმოწერის სკრიპტი. ეს ყველაფერი მე ხელით არ დამიწერია. ეს ყველაფერი კლოდმა თვითონ დაწერა იმის შემდეგ, რაც აუხსენი ზუსტად რისი გაკეთება მსურდა. სანამ კლოდი ფიქრობს და რაღაცებს აკეთებს და ტვირთავს ჩვენს პროდუქტს, მანამდე და რომ Shopify-ის ნაწილს შევეხო, იმისთვის რომ კლოდ-კოდს მივცეთ საშუალება და ამის ფუნქციონალი რომ Shopify-ზე ატვირთოს პროდუქტები, Shopify-ის შიგნით გვჭირდება პატარა აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებასაც Shopify გვაძლევს. ამის შესახებაც დეტალურად ალბათ კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერ კონკრეტულად Shopify-ის მიმართულებით და აქ რეალურად ვქნით ძალიან მარტივ აპლიკაციას, რომელსაც ახლა არ შევქმნი, უბრალოდ მარტივად აგიხსნით, რომ Shopify-ის შეგვიძლია წინასწარ განსაზღვრული უფლებების მიცემა კონკრეტული აპლიკაციისთვის, ანუ არც კოდს ვწერთ, არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ აპლიკაციას ვაძლევთ უფლებას განახოს მაგალითად პროდუქტები, შეცვალოს პროდუქტის ფასი, შეცვალოს რაღაც Shopify-ზე დიზაინი ან რაღაც მსგავსი უფლებები. ამ უფლებებს ვანიჭებთ Shopify-ის აპლიკაციას, შემდეგ ვუშვებთ და ამ აპლიკაციის საშუალებით კლოდ-კოდი ახერხებს იმას, რომ შეიტანოს ცვლილებები ჩვენს Shopify-ის მაღაზიაში. ესეც რეალურად მთლიანად კლოდ-კოდის დახმარებით გავაკეთე, აი ეს ჩატია, რომელიც გამოვიყენე. რა თქმა უნდა, ცირით აუხსენის გაკეთება მინდოდა და შემდეგ ფაქტობრივად ყველა ეტაპზე ვუგზავნიდი სკრინშოტებს, რომ მაგალითად აი აქ ვარ გაჭედილი, აი ამას ვერ ვაკეთებ. ის ბატონი, რომელსაც მეუბნები, რომ რაღაც ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა იყოს, იქ არ არის და რა გავაკეთო. რეალურად, ფაქტიურად ჩვენი გიდი არის ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც გვინდა რომ ვიმუშაოთ. და ფაქტიურად ყველაფერს შეუძლია დახმარება. გარდა ამისა, პოულობს სხვადასხვა გზებს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვიფიქრებდით დამოუკიდებლად, ან უბრალოდ ძალიან დიდ დროს დავხარჯავდით ამაზე ფიქრით. ძალიან მარტივად, აი ხედავთ რაღაც მარტივი სკრინშოტები მაქვს გაგზავნილი, რომ აი რომ მოღილაკს დავაჭირო და ასე შემდეგ. და ზუსტად ესე მარტივად ავაწყე ეს ავტომატიზაცია, რომელმაც ფაქტიურად რამოდენიმე დღე დამისოგა და რეალურად ამ ყველაფერს დამჭირდა დაახლოებით 2-3 საათი, რომ ეს ყველაფერი სრულად გამართულად ემუშავა. იქიდან გამომდინარე, რომ კლოდ-კოდს უთხრეთ, რომ ვიდეოსთვის გვინდოდა ეს ყველაფერი, რადგანაც გადაწყვიტა, რომ ცალკე სკრიპტი დაეწერა, ნუ არ დაგვიკონკრეტებია ეს და შესაბამისად არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს მანამდე დაწერილი სკრიპტები მუშაობს. ხო, მან რაც ახალი სკრიპტის გამო პატარა პრობლემა ჰქონდა, აქტიურად ვერ გვინდა პროდუქტს, ვიდეოსთვის გვჭირდება ეს ყველაფერი და არანაირი პრობლემა არ არის. შექმნა რეალურად ეს პროდუქტი, თუმცა არ ავტვირთე დამატებით სურათები, უთხარი უკვე რომ სხვა სურათებიც ატვირთოს და ახალი პროდუქტის შექმნას, თუმცა აი ეს ყველა პროდუქტი, რომელიც აქ არის, რეალურად არის კლოდ-კოდით ატვირთული. და აი როგორც უჩვენებს, შექმნა ახალი პროდუქტი და მართლა ეგეც Shopify-ში უკვე გამოჩნდა. და რაც თავარია, ყველა სურათი ატვირთული არის, ტექსტი სწორია, ფასიც სწორია, შესაბამისად გამორიცხავს ეს მანუალურ შეცდომას და გვაზოგინებს უამრავ დროს. პროდუქტის ატვირთვის გარდა თითქმის ყველაფრის კონტროლი შეგვიძლია და წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ტელეფონიდან კლოდის საშუალებით აკონტროლოთ მთლიანი Shopify-ის მაღაზია. ვისაც გაქვთ Shopify-ზე მაღაზიები და ყიდით რეალურ პროდუქტებს, ჩემი აზრით, ყველამ უნდა ისაუბროთ კლოდ-კოდის გამოყენება, მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოთ, რომ აი ესე მარტივად აკონტროლოთ თქვენი ვებსაიტი. დამატებით Shopify-სთან ვიმუშავებთ უკვე ჩემი კურსის განმავლობაში. რა თქმა უნდა, თუ დაინტერესება იქნება ამ მიმართულებით, შაბათობით გვექნება 3 საათიანი სესიები, სადაც ინდივიდუალური მიდგომა გვექნება ყველა მოსწავლის მიმართ. ვიღაცა შეიძლება
ბიზნესი კონდეს Shopify-ზე, ვიღაც შეიძლება იყოს ბუღალტერი, ვიღაც შეიძლება იყოს copywriter-ი, მარკეტოლოგი და შესაბამისად ლექციების გარდა კურსებზე გვექნება სამუშაო სეანსები. კურსის ყიდვა კი შეგიძლიათ zuka.gz-ზე და 7 მაისამდე მოქმედებს ბაზაგრება, ასე რომ იჩქარეთ. წარმატებები.